პროექტი საქართველოს Google-ში მუდმივ მოქმედი საინფორმაციო ქსელი ჟეოკურსისა და ქონების ვირტუალური ბირჟის შექმნა 2011 წელს აშენებული ახალი თანამედროვე სტანდარტების არქივის შენობა და განახლებული ვებ-გვერდი საჯარო რეესტრმა წლის ანგარიში წარმოადგინა. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ შეამცირა უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურები და ვადები. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველოს 191 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა. საჯარო რეესტრის წარმომადგენელთა განცხადებით 2011 წელს განხორციელებული პროექტების შორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანად საქართველოს Google-ში დასახელდა. ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემაში თეთრი ლაქის ნაცვლად საქართველოს შესახებ ვრცელი ინფორმაციაა განთავსებული. ქონების ვირტუალური ბირჟა კი ახალი ინტერნეტ პორტალია, რომელიც უძრავი ქონების უსაფრთხო ყიდვა-გაყიდვას ემსახურება. მოქალაქეს საშუალება აქვს სახლიდან გაუსვლელად განახორციელოს ოპერაციები, ახლად აშენებულ არქივის შენობაში კი არსებული ქაღალდის დოკუმენტაციის შენახვა ყველაზე უსაფრთხო გარემოშია შესაძლებელი. 2011 წელი ზოგადად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ძალიან წარმატებულ წელად შეგვიძლია ჩავთვალოთ და შევაფასოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვქონდა უამრავი პროექტი, რომელიც საწინდარი და საფუძველი გახდა ზოგადად უძრავი ქონების ბაზარზე საინტერესო თამაშწესების დამკვიდრების, ასე ვთქვათ. ჩვენ შევთავაზეთ რამდენიმე პროექტი, ასე ვთქვათ, ამ სფეროში დაინტერესებულ ადამიანებს. ეს გახლავთ უძრავი ქონების ვირტუალური ბირჟა. შემდეგი იყო ეს გახლავთ საქართველოს Google-ში, ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემაში. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია Google Maps-ზე შევიდეს და ნახოს ესა თუ ის ქუჩები, მაგისტრალები და დასახლებული პუნქტები.